როგორ აისახა ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტი ყურის ქვეყნებში ექსპორტზე და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რეფერენტული ფასების დაწესებით მოსახლეობამ 2023-25 წლებში მედიკამენტებში 853 მილიონით ნაკლები გადაიხადა. საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა, ქსელების ნაწილში დიზელი 4 ლარი და 22 თეთრი ღირს სუპერის ტიპის ბენზინის ფასი კი 4 ლარი და 9 თეთრია. ირაკლი კობახიძე ანონსებს, რომ მაისში შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია შედგება. მიკროსაფინანსო სექტორმა პირველი კვარტალი 51 მილიონ 200.000 ლარის წმინდა მოგებით დახურა. ეს 2025 წლის პირველ კვარტალში მიღებულ წმინდა მოგებას 22 მილიონით აღემატება. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმე ნაბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. რაც ამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ გადაწყვეტილებას არავინ დააყოვნებს. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხდება დაუყოვნებლივ, როგორც კი ბაზარზე არსებული მედიკამენტების ეფექტურობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ამის შესახებ პარლამენტში ისაუბრა, სადაც ინტერპელაციის ფორმატში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. მინისტრი ირწმუნება, რომ მედიკამენტების ფასი, რომელიც რამდენიმე 100 მილიონი ლარი ღირს, პირველი ან მეორე კატეგორიის საგანი არ არის სახელმწიფოსთვის. ბაზარზე არსებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით კი არაერთგვაროვანი პრაქტიკა და პრეცედენტები არსებობს, მათ შორის აღნიშნულ მედიკამენტებს თან ახლავს მისი თქმით ფატალური რისკებიც. ამიტომ რაც ამსაც გამოჩნდება სარწმუნო ცნობები აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ეფექტურობასთან დაკავშირებით, სამინისტრო მზად არის აღნიშნული მედიკამენტები შეიძინოს. ამბობს სარჯველაძე, შეგახსენებთ, რომ არაერთი დღეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტების მოთხოვნით აქციებს მართავენ. არის სხვა მედიკამენტებიც, რომელიც არ დასახელებულა ამ დღეების განმავლობაში, რომლებიც კლინიკური კვლევების ეტაპზეა. და კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც. რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რაც ამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, თუ ევროპული სახელმწიფოები იპოვნიან პასუხებს ამ კითხვებზე, მერწმუნეთ მათაც იციან ეს საკითხები ძალიან კარგად ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათაც აღელვებთ და არც ისინი აყენებენ სიძვირეს პირველხარისხოვან საკითხად. ეს ტალღასავით გადაუვლის, თუ გაირკვა ყველა ეს საკითხი მთელ ევროპას და მათ შორის საქართველოს შეძლებს მიიღოს ეს გადაწყვეტილება. 2023-25 წლებში მოქალაქეებმა მედიკამენტებზე 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების გავლენაზეც ისაუბრა. მინისტრი იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების რეალიზაციის მაქსიმალური ჭერის დაწესების შედეგად ზოგიერთი მედიკამენტის ფასი 70-80%-ით შემცირდა. დღეს მდგომარეობით კი რეფერენტული ფასები 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქცია განსაზღვრული. რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70%, 80%-ით. არის შემთხვევები, როდესაც გაიაფების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. ესე იგი ფასი რაც იყო, იმის 90% გამოაკლდა. ესე იგი იქ სადაც მედიკამენტი ღირდა თქვა 100 ლარი, მისი ღირებულება გახდა 10 ლარს ქვემოთ. ეს არის რა თქმა უნდა არანორმალურად დიდი სხვაობა. არის კვლევები, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე. საშუალოდ 40%-ით ნაკლებია ეს, რასაც გადაიხდიდა იმ შემთხვევაში, რომ არა ეს პოლიტიკა. ახლო-აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე საქართველოში საწვავი აპრილშიც გაძვირდა. სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ბოლო 4 დღეში დამატებით 10 თეთრით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გალფის ქსელში აპრილში საწვავის ფასი 3 ჯილს შეიცვალა. თვის განმავლობაში ბენზინი 16 თეთრით, დიზელი 40 თეთრით არის გაძვირებული. და აღინიშნეს, რომ მარტში ამ ბრენდის ქსელში ბენზინი 40-46 თეთრით, დიზელი 74 თეთრით უკვე იყო გაძვირებული. კიდევ ერთი მსხვილი ბენზინგასამართი სადგურის ბისოლის ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 6 ჯილს
შეიცვალა, ამ შემთხვევაში ბენზინი 26 თეთრით, დიზელი 50-52 თეთრით არის გაძვირებული. ვისელში ფასების კორექტირება 7 მარტიდან იწყება და მარტში 6 ჯერ იყო ფასები დაკორექტირებული, როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, მარტში საწვავის ტიპის მიხედვით 28-59 თეთრი იყო გაძვირება. სოკარის გასამართი სადგურების ქსელში აპრილის განმავლობაში საწვავი 15-30 თეთრით გაძვირდა, სულ კონფლიქტის დაწყებიდან ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 27-51 თეთრით არის გაძვირებული. ფასები გაიზარდა სხვა ქსელებშიც, ბოლო კორექტირებით რომ პეტროლში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასმა 4-დან 17 თეთრამდე მოიმატა, ლუკოილში კი 12-დან 18 თეთრამდეა ფასები მომატებული. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ქართული ექსპორტიორებისათვის ყურის ქვეყნების ბაზარი გამოცდის ზონად იქცა. საქართველოს ამ ბაზარზე პოზიციების გამყარება რომ სურს, ამას ასახავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლის მომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება და ასევე ყურის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე მუშაობა. 2025 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი თითქმის 79 მილიონი დოლარი იყო, წელს სამთოში 31 მილიონი, საუდის არაბეთში კი შარშან 15.5 მილიონი დოლარის პროდუქციის მიწოდება მოხდა საქართველოს და წელს კი პირველ კვარტალში 6.5 მილიონის პროდუქცია გავიტანეთ. შედარებით მცირეა ექსპორტი ქუვეითსა და ყატარში. მცდელობების მიუხედავად კი შეზღუდულია საექსპორტო საქონლის სკალათაც ამ ბაზარზე. ტრადიციული გამოწვევებს კი ახლა საჰაერო გზის გაძვირება და შეფერხებაც დაერთო. ქართული აგროპროდუქტებისათვის, განსაკუთრებით მალხუჭებადი საქონლისა და ცხრის ხორცისთვის საჰაერო გზა კი ყველაზე სწრაფი და ეფექტური არჩევანია, თუმცა ომი პირდაპირ აისახება საჰაერო დერეფნების შეცვლაზე, საწვავის ხარჯსა და ფრენის ხანგრძლივობაზე. ქართული ექსპორტიორებისათვის ეს ტვირთი გადაზიდვების ტარიფების მკვეთრ ზრდას და ლოგისტიკური ხარჯების ზრდაშიც აისახება, რაც პროდუქციის ფასებისთვის ნეგატიური წნეხია. რა ტენდენციებია ირანში ომის დაწყებიდან 2 თვის თავზე ახლო აღმოსავლეთში ვაჭრობის კუთხით და როგორია მოლოდინები ზაფხულის სეზონისთვის, როდესაც საქართველოსთან ამ ქვეყნებში მოცვის ექსპორტიც უნდა დაიწყოს. ეკა ვებხაძე აგრეთაჩის დამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ეკა მოგესალმები. მადლობა. გამარჯობა ნინო და ძალიან დიდი ბოდიში რომ შორიდან გერთვებით რაღაცა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩდი. საცობების გამო მოკლედ დიდ ბოდიშს გიხდით. ახალი არ არის თბილისში საცობები სამწუხაროდ. პირველ რიგში ეკა მინდა ვისაუბროთ გავლენაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა მოიტანა საქართველოსთან ექსპორტზე. თქვენ ხართ ერთ-ერთი ის კომპანია, რომელიც ცდილობს, რომ გარკვეული პროდუქტების თავმოყრა მოახდინოს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიტანოს. რა გამოწვევების წინაშე დადექით ამ კონფლიქტის ფონზე, როგორ შეიცვალა ვითარება? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თემის დაინტერესებისათვის. თან ეხლა ზუსტად რამდენიმე კვირაში ჩვენი სეზონი იწყება და ასე ვთქვათ, აი ამ სამზადისში ვართ. როგორც უკვე აღნიშნა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი, ჩვენი კომპანიისთვის დაახლოებით 90% იყო ეს გალფის ქვეყნები, მთლიანად საქართველოს ჭრილში დაახლოებით 7-8%. რა თქმა უნდა, ომმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ლოგისტიკური კუთხით, იმიტომ რომ თვითონ ექსპორტი არ ნიშნავს მარტო პროდუქტის გაყიდვას საზღვარგარეთ, მთლიანად ეს ნიშნავს ლოგისტიკურ სტრატეგიას და შესაბამისად აი ეს რაღაცა გაურკვეველი ვითარება, რომელსაც ახლავს რეისების გადადება, საწვავის გაძვირება, ზოგი ავიარეისები საერთოდ არ ასრულებენ ჯერჯერობით ფრენებს, ასევე სხვადასხვა მარშრუტები დაფრინავს, რაც დაფრინავს, ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით, საწვავის ფასიც დაახლოებით გაორმაგებული არა, მაგრამ 60% ასე ვთქვათ, გაძვირებულია და შესაბამისად ეს დიდი გამოწვევაა წელს ჩვენთვის. ეკა, ეხლა თუ ამ 2 თვის განმავლობაში თუ იყო რაღაცა ტიპის მცდელობები პროდუქციის გადატანის, თუ სრულად გაჩერებული არის ის ძველი ნაწილი, რაც ჯერჯერობით მოცვს არ გულისხმობ დანარჩენი პროდუქცია? დანარჩენი პროდუქცია, როგორც იცით, საკონტეინერო საზღვაო გადაზიდვით იყო და ჯერჯერობით იყო იქ, ასე ვთქვათ, მარაგების, თოქი და არ დაგვჭირვებია, ასე ვთქვათ, ტრანსპორტის გამოყენება, თუმცა ეხლა მოცვის სეზონი ახლოვდება. ჩვენ უკვე ველაპარაკებით ავიახაზებს, რომ ის რეისებიც, რაც არის ამ ეტაპზე დავჯავშნოთ, წინასწარ გქონდეს, ასე ვთქვათ, ეს სივრცე დაჯავშნული. თვითონ მათი მხრიდან, რო გითხრათ, ძალიან ესეთი
ოპტიმისტური განწყობა ქსელებს ვისაც საუბრებით ფიქრობენ რომ ძალიან მალე უნდა მოიფხვრას ეს პრობლემა და ისევ აღდგეს სრულფასოვანი ასე ვთქვათ ავიამიმოსვლა და აი არ ვიცი ჩვენც ვიმედოვნებთ რომ რამდენიმე კვირაში იქნებ შეიცვალოს ეს ყველაფერი შესაძლებელი აღდგეს ავიამიმოსვლა აღმოიფხვრას ეს პრობლემები, თუმცა ეს გაძვირება, ლოგისტიკის გაძვირება, საწვავის გაძვირება ალბათ გაყვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ესე მარტივად არ ხდება ხოლმე სამწუხაროდ შემცირება ფასების. ეს როგორ აისახება ქართული პროდუქციის კონკურენტულ ფასზე, იმიტომ რომ ეს ფასი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რითიც შეიძლება შევიდეთ ჩვენ ამ ბაზარზე და დიდი კონკურენციაც არის, როგორც ვიცი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კონკურენცია, იმიტომ რომ იქ ჩვენ გალფის ქვეყნებში დუბაი, ყატარი, საუდის არაბეთი წარმოდგენილი ვართ, ასე ვთქვათ, კონკურენციაში ვართ სხვა უდიდეს მწარმოებლებთან, რომლებსაც ეს ლოგისტიკის ხაზი ბევრად უფრო ეფექტურად აქვს ძალაგებული ჩვენთან შედარებით და ჩვენი საფასო პოლიტიკა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. წელს ვფიქრობთ, რომ არ ვიცი, აი რაღაცნაირად შევინარჩუნოთ მომხმარებელი ბაზარი პირველ რიგში და რაღაცნაირად ვეცადოთ რომ მოკლედ გაუწიოთ ეს კონკურენცია. თუმცა ერთი რაც მინდა აღვნიშნო რომ ეს საწვავის გაძვირება მარტო ჩვენ ფასზე არ აისახება მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით და ვფიქრობ რომ დიდად აცდენილი არ ვიქნებით რეალობას სხვა პროდუქტთან, სხვა ქვეყნის ასე ვთქვათ წარმოებლებთან შედარებით. თქვენ ახსენეთ, რომ მოცვის სეზონიც ახლა რამდენიმე კვირაში დაიწყება და ეს არის მთავარი პროდუქტი, რომელთაც თქვენ ხართ წარმოდგენილი ამ ბაზარზე. მოლოდინები როგორი არის, რა პირი უჩანს, ასე ვთქვათ, ამ მოსავალს, რა მოცულობის მოსავალს ელოდებით და გარდა ვთქვათ არაბული ქვეყნებისა, კიდევ სად განიხილავთ, რომ მოცვის მიწოდება მოხდეს? ნინო შარშან ჩვენი მოსავალი იყო დაახლოებით 7000 ტონა, წელს ველოდებით 10-დან 11000 ტონამდე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, როგორც ახლა მაღალი რისკის პროდუქტი, ლურჯი მოცვი, წელს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დაისეთქვა სამეგრელოს რეგიონი და შეიძლება რაოდენობა იყოს ეს პროგნოზირებული 10-11000 ტონა, მაგრამ არ ვიცით რა იქნება სარეალიზაციო, ასე ვთქვათ, კომერციული მოსავალი. ეს გვეცოდინება ჩვენ 2 კვირაში, ანუ დღეიდან 2 კვირაში და სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე. პროგნოზი როგორც წინა წელს ძალიან დიდია, ასე ვთქვათ, მოთხოვნაზე ჩვენ პრობლემა არასდროს არ გვაქვს. წელს გვაქვს უბრალოდ აი ამ ტრანსპორტირების პრობლემა, გამოწვევა. ძალიან დიდი დაინტერესება, რუსეთი თავისთავად 90% ფლობდა ჩვენი ბაზრისას. წელს დიდი დაინტერესება ევროპის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ისრაელი, ინდოეთი, თუმცა ის აზიის მხარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს რაღაცა დიდი რაოდენობით შევძლოთ ექსპორტი, იგივე გადაზიდვის და გამო, თორე ჩვენ დუბაის და დოჰას ვიყენებდით ჰაბად და წელს ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესე იყოს. მოკლედ მგონია, რომ ისევ დარჩება დაახლოებით 80% რუსეთის ბაზარი და დანარჩენი 20% აი ეს შერეულად სხვადასხვა ქვეყნები, ევროპა, ისრაელი და რასაც შევძლებთ არაბეთის. კურის ქვეყნებშიც. ეგ მაინტერესებს აი როგორ აპირებთ სხვა მიმართულებებსაც, რა გეგმები გაქვთ მოცვის გარდა სხვა ტიპის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჩართულობაც მაინტერესებს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ გარკვეული აქტივობები არის საჭირო, მათ შორის პოპულარიზაცია ქართული პროდუქციის, რა გეგმები არის წელს ამ კუთხით? ნინო, როგორც იცით, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ეს კონსოლიდირებული ქართული პროდუქტი გავიტანეთ ყატარის სუპერმარკეტების ქსელში. თუ რამე იწარმოება ესეთი საექსპორტო საქართველოში, ჩაი, თაფლი, თხილი, შერეულად ჯემები, ტრადიციული საწებლები, ანუ ყველაფერი იყო კონსოლიდირებული. იქ ვინაიდან ყატარში ძალიან ცოტა ქართველი ემიგრაცია, შესაბამისად ნაკლები იყო მოხმარება ტრადიციული ასე ვთქვათ, საწებლების და ჩვენი კვებითი პროდუქტების ისევ მაღალ მოთხოვნად რჩება აი ეს კენკრა
და თხილეული ეს რაც შეეხება ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს და დანარჩენი გადამუშავების მხრივ აი რა გითხრათ ძალიან დიდი კონკურენცია იგივე ჩაისთან, თაფლთან და სხვა პროდუქტებთან და ნუ ტრადიციული შესაბამისად როგორც უკვე აღნიშნე დიდად ჯერჯერობით ასე ვთქვათ ცნობადობა არ აქვს. ანუ შეიძლება ვთქვათ რომ თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რომელიც გვაქვს იგივე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან არის მუშაობა რომ ყურის სხვა ქვეყნებთანაც გქონდეს ათვისების ნაწილში ჩვენ დიდად ვერც ვითვისებთ ამ შესაძლებლობას ხო? აი იცით როგორ არის ახლა რაც შეეხება პოპულარიზაციას და სახელმწიფოს ჩართულობას მე უნდა აღვნიშნო რომ აი იგივე ეს გამოფენები ჩვენთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია რაშიც მონაწილეობთ წელს მაგალითად სამ გამოფენაში უკვე დაზუსტებით ვიცით რომ მონაწილეობთ იმიტომ რომ აი თუნდაც მე რო წავიდე მარტო ცალკე აღებული წარმოებელი ჩემი სანდოობა ბევრად დაბალი იქნება ვიდრე მე რო წარმოვადგენ საქართველოს პავილიონს და შესაბამისად აი ეს ერთად რაღაცა ქვეყნის პავილიონში ჩვენი წარმოდგენა მართლა გვეხმარება იგივე კონტაქტების დამყარებაში ჩვენი ცნობადობის ამაღლებაში რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობა რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი სტიმულია ყიდველისთვისაც და მიმწოდებლისთვისაც თუმცა იქ პროდუქტი რო იყოს ასე ვთქვათ კონკურენტუნარიანი ბევრი ცვლადია იგივე საფასო პოლიტიკა იგივე პრემიუმ ხარისხი და მომხმარებლის ქცევა ანუ ნიშნავს რომ მაგალითად ეხა ტყემალი პირობითად რო ავიღოთ ან ჩურჩხელა რომელიც არის ტრადიციული საკვები არის ის და რაღაცნაირად უნდა არ ვიცი ან უნდა იყოს იმ ქვეყანაში დიდი ემიგრაცია და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა რომელიც ამას შეიძენს ან ნაკლებად სავარაუდოა რომ მაგალითად ისეთი სპეციფიური გემოები აი უცებ ბაზარმა აიტაცოს დიდი პოპულარიზაცია ჭირდება მოკლედ ამ მიმართულებას და საკმაოდ დიდი ალბათ მარკეტინგული აქტივობები. და ნუ გასათვალისწინებელია იქაური სამზარეულო ნუ ხო ხვდებით ყველაფერი ერთად კი უამრავი ფაქტორია. ეკა ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ და ბოდიში კიდევ ერთხელ გულწრფელად გიმასპინძლებთ სტუდიაში ეკა ბეფხაძე აგრეთაჩის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი მადლობა მას ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 51,100,000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს ეროვნული ბანკის ინფორმაციით კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად მისვების ჯამური მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით ანუ 22 მილიონით გაიზარდა ფინანსური ანგარიშის თანახმად მისვებმა პირველ კვარტალში 135 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს რაც წლიურად 53%-ით გაზრდილი მაჩვენებელია შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 92 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 57%-ით არის გაზრდილი. მისვების საკრედიტო პორტფელი ამჟამად 2 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 32%-იანი ზრდა არის, ანუ 501 მილიონი ლარით არის გაზრდილი და კრედიტების მატება კი ძირითადად სალომბარდე კრედიტების ზრდას უკავშირდება, კერძოდ თუ კი 2025 წლის პირველ კვარტალში ამ სესხების პორტფელი 1,1 მილიარდი ლარი იყო, ამჟამად ის 1,6 მილიარდს აღწევს, რაც 39%-ით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა ანაკლის ღმაწყვოვანი პორტის გენერალური გეგმის ეგრეთ წოდებული მასტერპლანის ალტერნატივებზე მუშაობს. ამის შესახებ ანაკლის ღმაწყვოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ პორტ კონსალტინგ როტერდამთან გაფორმებული კონტრაქტით ირკვევა. საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა და მისი ღირებულება 101,000 ევროს აღემატება. ხელშეკრულების პირობებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ დამკვეთს უნდა მიაწოდოს ალტერნატიული პროექტი და განახლებული მასტერპლანს უნდა ახლდეს კაპიტალური დანახარჯების განახლებული ბიუჯეტიც. გაფორმებული ხელშეკრულება იწყება ტექსტით, რომ პროექტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასება გახდა საჭირო, თუმცა არ არის მითითებული, რამ განაპირობა აღნიშნული აუცილებლობა. ამასთან კონტრაქტორმა სახელმწიფოს 2050 წლამდე ანაკლის ღრმაწყვოვანი პორტის ტვირთნაკადის პროგნოზიც უნდა მიაწოდოს. კიდევ ერთი პუნქტი, რასთან დაკავშირებითაც საკონსულტაციო კომპანიამ საკუთარი პოზიცია უნდა წარადგინოს, შეეხება პორტის მმართველობის მოდულთან დაკავშირებით რეკომენდაციებს. აღსანიშნავია
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახელმწიფოსა და 2024 წელს დასრულებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ დასახელებულ ჩინურ კორპორაციასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ეფუძნებოდა როგორც ტვირთნაკადის, ასევე პორტის გენერალური გეგმის წინა ვერსიებს, აღნიშნული გენერალური გეგმის და ტვირთნაკადის პროგნოზის, ასევე კაპიტალური დანახარჯების შეფასების განახლება სავარაუდოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევია და ამჟამად პორტის გენერალური გეგმის და ტვირთნაკადის პროგნოზის განახლება გახდა საჭირო. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათსა და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.